თუ ჩვენ გავაკონტროლებთ ცხინვალს, რუსეთი ამაზე თვალს დახუჭავს იმის და სანაცვლოდ მიიღებს კონტროლს აფხაზეთს. ასეთი გეგმა თუ ქონდა და ეს გეგმა საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური სპექტრის ზურგს უკან კეთდებოდა, ეს არის დანაშაული. არავის არ მიუწია სააკაშვილისთვის მანდატი დაესხვისებია აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ეს პრაქტიკულად ამას ნიშნავს, რომ უთმობდით აფხაზეთს და მივიღებდით კონტროლს ცხინვალს. თუ ეს იყო შემოთავაზება და ამოაგეს ამ პროვოკაციაზე, ცხინვალიდანაც გამოაგდეს და აფხაზეთიდანაც, ასეთ კოდორიდანაც, ასეთ ვითარებაში ბუნებრივია ეს კიდევ უფრო მძიმე არის. ჩვენ რა ვითარება გვაქვს? უნდა ვიყოთ გულწრფელები, სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას უნდა ვცდილობდეთ. არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი რესპუბლიკური პარტიის ჩათვლით დავიწყებ საკუთარი პარტიიდან, საკუთარ პარტიაზე საუბარ საკუთარი პარტიის ჩათვლით. არ არის შეუმცდარი ბოლო 2 ათეული წლის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ვიყავით 20 წლის წინაც, ვართ დღესაც, ვიყავით შუაშიც, ამიტომ ჩვენ მონაწილეობთ ამ პროცესში და ამიტომ ჩვენ მეტი ალბათობა გვაქვს იმისი, რომ რაღაცა შედეგები ქონოდა წარმატების მისაწვდომი შეგვეწყოთ და წარუმატებლობაზეც გარკვეული პასუხისმგებლობა გვეკეთებოდა. ალბათ მაყურებელი გველოდება, შემოვიყვანო. გიწმენ დიახ ერთ-ერთი ხარ. დიახ. გამარჯობა ბატონო დავით. ჩვენ მოვესალმებით კონსტუმარს დავით ბატონს. მე ერთი ასეთი საკითხები გასკენთან დალაპარაკებ. აი, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და ეს ოპოზიცია გაერთიანებაზე იყო ლაპარაკი, რატომღაც ეს ოპოზიციის სხვადასხვა პარტიები დარჩნენ თავთავად. და მე მგონი აი ეს გაერთიანება რომ ხალხო ვერ გეტყვით იმას რომ დავუშვათ 50% მიღებდა ნახევარ-ნახევარს იქნებოდა, მაგრამ კონსტიტუციური უმრავლესობა მაინც არ ექნებოდა დავუშვათ მაქსიმალურ მოძრაობას. ეს ერთი საკითხი და მეორე კიდევ ერთი აი თქვენს ეთერში იყო ესეთი გადაცემა ბატონი იკუკავა და ბატონი ახალგაზრდანია ერთმანეთში ჰქონდათ რაღაც სატელეფონო ლაპარაკი და ყოველი ასეთი ლაპარაკი და ასეთი საქმეების მოსმენის შემდეგ მე მგონი მაყურებელი რაღაც თავი გასხმის საკეთებს და ეს გაერთიანებაზე და მთლიანობაზე თუ არის ლაპარაკი, მე მგონი ესეთი რაღაცები უნდა გამოვიერთოთ. შეიძლება შეგეკითხოთ თქვენ? ისმენთ. აი, მაბატე, ის არის გუშინდელი წრე, რაზეც თქვენ ხო შემოგვაგებეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, გულწრფელად გეუბნებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს 5 საათიანი მონოლოგი მიხეილ სააკაშვილის. ხერ აზრის საფათი მრავალ საათიან საუბარი. მე აზრის, მე ჩემი აზრი მაქვს ამ ლაპარაკის გამომდინარე, მაგრამ მე კონკრეტულად ეხლაც რომ აი ამ საკითხს ამ გაერთიანებული ოპოზიცია დავუშვათ მთელი ერთი ფლანგით რო წამოსულიყო და დავუშვათ რო ყოფილიყო ესეთი ამბავი, მე მგონია რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნებოდა. აი და ვიზეთი წავუდგენა დამჭა რომ ყველა პარტია რომელიც ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას ყველას თავის გამარჯვების იმედი უნდა და ყველა ფიქრობდა რომ გამარჯვებულიყო და თავისი გუნდით მოსულიყო ხელისუფლებაში და საერთო საქართველოს საქმე მე მგონი ამ შემთხვევაში რაღაც არ ჩანდა. თუნდაც აი მირაკლ წერეთელი რომელიც გამოსული პარტია იყო, როგორ შეიძლება რომ ეს პარტია არ გამოსულა. ახლა გითხრათ ბატონმა დავითმა, რამდენიმე წელია მისი პარტია არჩევნებში არ ღებულობს მონაწილეობას. თუ გასაგები ალბათ ამასაც რაღაც ისაა. თუ ლაპარაკია ბატონო დავით, თუ ლაპარაკია იმაზე რომ აი ჩვენ გვინდა რომ ჩვენ საკადემიიდან ვივახციოთ და ასე და ასე, მე მგონი ერთადერთი მაგარი დიდი შანსი იყო იმისა რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულიყო და ერთი რამდენი ხმები ერთმანეთს აასწრეს და რამდენი რაღაც ძალიან დიდი მადლობა. ბატონო, მე დავიწყე საუბარი იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში დღეს არსებულ შერჩენილ რეალურად მოქმედ თუ ყოფილ პოლიტიკურ ჯგუფებს ყველა თავთავისი წილი პასუხისმგებლობის აქვს. საერთოდ ვინ უშლიდა ხელს თქვენს მიერ დასახელებულ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს და ნებისმიერ სხვას მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, ზოგმა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და ის ამორჩეველმა არ დაინახა არანაირად
ამიტომ მოდი პრობლემა ის კი არ არის პარლამენტი არ არის ჯილდოს გასაცემი ადგილი პარლამენტი არის მუდმივად დობის მოსაპოვებელი ადგილი პოლიტიკოსების მხრიდან და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მე დავიწყე საუბარი იმაზე რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მართლები ჩვენ უნდა გავიაზროთ კარგად რა ხდებოდა უახლოესი 2000 წლის განმავლობაში რომ პერსპექტივები იყოს რეალისტური ჩვენ რა გვაქვს რეალურად ჩვენ გვაქვს ვითარება ერთმა ჩვენმა პრეზიდენტმა პირველმა ჩვენმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა რომ ომი არ დაეწყო ცხინვალში და შედეგად მივიღეთ ნახევარი სამხრეთ ოსეთის დაკარგვა უკვე გამსახურდია მმართველობის დროს ჩვენმა მეორე პრეზიდენტმა ვერ მოახერხა ომი არ დაეწყო აფხაზეთში არ წამოგებოდა ერთ მეორეზე და მესამეზე აი ამ ტერმინებს ვიხმარ არ წამოგებოდა რუსეთის პროვოკაციებს და გავკარგეთ კონტროლი აფხაზეთზე კოდორის ხეობის გარდა ჩვენმა მესამე პრეზიდენტმა ვერ მოახერხა რომ არ გაეღრმავებია ესკალაცია ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში დაკარგა სამხრეთ ოსეთის ის ნახევარიც დაკარგა აფხაზეთში კოდორის ხეობაც და მეტიც თუ აქამდე წარმოდგენაც კი ჭირდა იმისა რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ იქნებოდა აღიარებული როგორც სახელმწიფოები აი ახლა მოხდა მათი აღიარება რა თქმა უნდა ისინი ერთად დამოუკიდებელი სახელმწიფოები არ არიან მაგრამ მოვიტყუებს თავს სხვა სიტყვაში ვართ გაცილებით ძიმე მდგომარეობაში ვართ ეხლა მართალია მარტო რუსეთის მიერ არის აღიარებული და არ არის მოსალოდნელი რომ მოყვება ამას ტალღა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებებისა მაგრამ რეალურად ეს თვისობრივად სხვა მდგომარეობაში გვამყოფებს სილუეტ კვიპროსიც მარტო თურქეთის მიერ აღიარებული მაგრამ უკვე 200 წელზე მეტია 93-ში მოხდა სწორად მახსოვს აღიარება არის ვითარება როდესაც ეს სილუეტ კვიპროსი როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი თურქეთისთვის და რეალურად თურქეთის ნაწილი არსებობს მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ისიც რომ ტერიტორიებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ მარტო და ტერიტორიებისთვისაც არ უნდა გვებრძოლა მარტო ქართულ-აფხაზური ურთიერთობები პერსპექტიული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები და არ გამიხილავდით აფხაზეთს მხოლოდ როგორც რუსების ნებისმიერი შეკვეთის შემსრულებელ ხალხს ჩვენც შეგვეშალა მათაც შეეშალათ მე არა ვარ აღფრთოვანებული იმ ქმედებით ძალიან რბილად რო ვთქვა და ეს დავარქვი კიდეც აფხაზების ერთი ნაწილი აწყენია მე ვთქვი რომ აფხაზური ხელისუფლება მოიქცა როგორც ნახლებნიკი მე ეს ტერმინი ვიხმარე ქართული ოსური და რუსული სიფხვის ფასად მათ მიიღეს რუსეთის მხრიდან აღიარება ჩვენ ომი არ გქონია ახლა აფხაზეთს მათი პასუხი არის რომ აფხაზები ქართულ სოფლებში არ ჩადიოდნენ იმ საშინელებებს რასაც ჩადიოდნენ ოსები ახლა აგვისტოს თვეში ჩვენი მთავარი ამოცანა და მე ვფიქრობ ამაშიც უნდა ვიყოთ გულწრფელი არის ის რომ ჩვენ გვჭირდება იმ ტერიტორიაზე რომელსაც ჩვენ დღეს ვაკონტროლებთ შევაჩეროთ ვარდნა ხოლო საქართველოს ტერიტორიის მტკვრის ჩრდილოეთი ნაწილი და რიონის ჩრდილოეთი ნაწილი არ არის მარტო საფრთხის მატარებელი თუ არაადეკვატური იქნება ჩვენი ხელისუფლება სხვები ჩათვლიან რომ საქართველოს იმდენად სუსტია რომ სხვა ადგილებში შეიძლება პრობლემების შექმნა და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ არსებული ხელისუფლება უქმნის საფრთხეს საქართველოს არა მხოლოდ იმ რეგიონებში რომლებიც რუსებმა საგვარცვა არა მხოლოდ ამ რეგიონებში საერთოდ საქართველოს სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს ამასთანავე ჩვენ უნდა გავიაზროთ ისიც რომ საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც რეალური ალტერნატივა არსებული ხელისუფლების და როგორც რეალური გამარჯვებელი აი ამ არსებულ ხელისუფლებას ჩვენ რესპუბლიკელები ვამბობთ რომ ჩვენ მუშაობთ
საქართველოში სასურველია გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად. ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება ღევანდელ სახელმწიფო პარტიასაც. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს აი ამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ეხლა რომ ხვალ ლაპარაკიც კი არ არის მეფზე, რომ 2 წელიწადი მუდმივად იყო ლაპარაკი